ენერგეტიკის კვირაულის ფარგლებში თბილისში ენერგოეფექტური ქალაქის კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციაზე დედაქალაქის ენერგოეფექტურ ქალაქად გარდაქმნის საკითხებს განიხილავენ. შეხვედრაზე გაიცა რეკომენდაციები თუ როგორ უნდა მოხდეს ენერგიის დაზოგვა, როგორც ოფისებსა და ძველ შენობებში, ასევე ახალ და მშენებარე კორპუსებში. დედაქალაქის მერის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა, რომ ჰაერში შემცირდეს მავნე გამონაბოლქვი. თბილისში იგეგმება ასევე გარე განათების ენერგოეფექტურად გარდაქმნა. ჩვენ მნიშვნელოვანი ვალდებულებები გვაქვს აღებული, რაც გულისხმობს ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მოცულობის შემცირებას, CO2-ის მოცულობის შემცირებას. ამისთვის მაქსიმალურად ინტენსიურად მუშაობთ იმისათვის, რომ საზოგადოების ცნობიერების დონე გაიზარდოს. ვამუშავებთ საკანონმდებლო დონეზე იმას, რომ 2017 წლიდან აუცილებელი იყოს სახელმწიფო დაწესებულებებში მაგალითად დამონტაჟდეს ენერგოეფექტური LED განათებები, რაც რა თქმა უნდა ჩვენ მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ დავზოგოთ ელექტროენერგია, ნაკლები გადავიხადოთ, გადასახადები, ნაკლები ელექტროენერგია მოვიხმაროთ. საქართველოს ქალაქები, მუნიციპალიტეტები მზირეული ცვლილებებისათვის შეგვიძლია, რომ მომავალი თაობებისათვის უზრუნველყოთ მდგრადი არსებობის საერთოდ არსებობის პირობები და ამისათვის კლიმატის პროცესის დასაძლებლად აუცილებელია ძალიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დღეს.